ჩვენი პრობლემა რა არის? შინაარსის გაგება. მოდი გავიგოთ ერთი განცხადების შინაარსი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ახლა გამოაქვეყნა. გამოვლენილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების დაცული კავშირის ტერმინალების ქსელი. ეს ერთი. მეორე. მითითებული ტერმინალებიდან რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ ამოღებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მიღებულია მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და განადგურების გადაწყვეტილება. ამ განცხადებას ერთვის რუკა. წრეებში ჩაწერილია ციფრები. კონკრეტულ ლოკაციაზე აღმოჩენილ ტერმინალთა რაოდენობა. გარდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიისა და ცენტრალური აფრიკისა, სადაც უკვე წლებია ვაგნერელები იბრძვიან ადგილობრივი რუსის მარიონეტების დასახმარებლად, ხედავთ, რომ არის ერთი წრე გაცილებით უფრო საყურადღებო. მზედ თბილისზე. შიგ ჩაწერილი ერთიანით. ვისაც გაგიკვირდათ, რომ ბორია ივანაშვილი საქართველოს რუსული არმიის ფსბ-ს თუ გერეუს სპეციალური დახურული კავშირისთვის გამოიყენება, კომპიუტერებსა და ტელეფონებში ისევ თამაშის აპლიკაციებზე გადადდე. თქვენ არ გელაპარაკებით. ვისაც არ გაგიკვირდათ, იმად გასაგონად ვამბობ. ხოცების რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. სუსმა გაავრცელა განცხადება და ფაქტიურად თქვა, ეგ ყველაფერი ნაცებმა ქნესო, თორემ უკრაინულ საგარეო დაზვერვას ჩვენთვის არაფერი მოუწერიაო. ახლა ნუ დავიწყებ ხრეკას რა იცოდა თავად უკრაინის საგარეო დაზვერვა იმის შესახებ, რომ სულ სხვა უწყება სამხედრო დაზვერვა რაღაც ოპერაციას ატარებდა სადღაც. მაგრამ ხოცების ანალიტიკოსებმა წოდებულმა ყველაფერშიკებმაც ხომ უნდა ახსნან ახლა რაღაც, როგორ მტრობს უკრაინა საქართველოს და ცდილობს ჩვენს ჩართვას ომში. თან ისე რომ ხინჯი ვერ გვიპოვნეს. ხო და ამათი ვერსია ასეთია. თბილისი კი არა, ზოგადად საქართველოა მითითებული, რადგან ჩვენს კონსტიტუციურ ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული საოკუპაციო ჯარებიო. რა თქმა უნდა, მიშას ჩამოყვანილი და მათ სამხედრო ბაზებს გულისხმობენ ცხინვალსა და გუდაუთაშიო. ოღონდ, კარგად დააკვირდით. წრეში წერია ერთიანი. სამოჩაბლოსა და აფხაზეთის ყველა სამხედრო ან ყველა სასაზღვრო ბაზას რომ გულისხმობდნენ, აქ ჩაწერდნენ 4-იანს ან 5-იანს. ტერმინალი არის პატარა მართვის ცენტრი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურს ან სპეცსამსახურებს გახსნილი აქვს თბილისში და რომელსაც აქვს დაშიფრული კავშირი ცენტრთან. ინფორმაცია, რომელიც ამ დაცული არხებით მიდის და მოდის, არ უკავშირდება ოკუპანტების სამხედრო ბაზების ყოველდღიურ მართვას. მაგას ისედაც მარტივად ახერხებენ. ეს არის ინფორმაცია, დირექტივები, რითაც რუსეთი მართავს საქართველოს მონაწილეობას თავის SVO-ში. ანუ ხოცების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბევრი ხსმენია ჭორად, რომ სუშის ხედან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები. ეს ჩავთვალოთ ამის მორიგი ირიბი დადასტურებაა. და რა ვქნათ აწინ? ველოდოთ, როდის მოფრინდება დრონი და კევლარის ჩაფხუტით ვიძინოთ? ჯობია ხელისუფლების მიმტაცებელი ეს რუსების სასწრაფოდ გავყაროთ, სანამ მართლა რამე უბედურებაში არ გავხვიეს.